შეიქმნა მშრალთა ახალი კომპაქტური დასახლება, სოფელი ქვემოქმედი. მოგვიანებით შირაკში დასახლდნენ აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მთიელები, თიოგურამაყრელები, ხევსურები, ქსნის ხეობის მთიანი ნაწილის ქართველი მოსახლეობა, რომელმაც შექმნეს სოფელი ზემოხეთი და არდოს კავკა. შირაკის ველზე მშრალთა გადმოსახლება დაიწყო 1900 წლიდან, ხოლო ესმერალდ კი 1905-1913 წლებში მიმდინარეობდა, თუმცა მთიდან მოსახლეობის გადმოსახლება მომდევნო წლებში ხდებოდა და მეტნაკლებად უკანასკნელ ხანებსაც გრძელდებოდა. მშრალები ასევე დასახლება უნდოდათ რუსეთის მთავრობას, უნდა დაესახლებინა რუსები შირაკის ტერიტორიაზე და ეწინააღმდეგებოდნენ მშრალებს. ამის მშრალობა დახმარებას სთხოვეს ლოჟა-მშრალებას, რომელიც იურიდიულად ეხმარებოდა მათ, მაგრამ მათზე წყაროში არ ჩანს, რომ იგი მან გადაასახლოს მშრალები. იგი უბრალოდ ეხმარებოდა იურიდიულად. ასევე მეორე